თუ ჩემს ვსაუბრობთ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ისლამური სამყაროდან, ეს არის ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ისლამი. არა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან, კანონმორჩილები და საქართველოს თანამესაკუთრეები, მათ არ გულისხმობ, ვინც ქადაგებს და ვინც ავსებებს პოლიტიკურ ფუნდამენტალისტურ ისლამს. ანუ იდეოლოგიას, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება თავისუფლებას, უპირისპირდება ჩვენ ქართულ იდენტობას, დასავლურ ცივილიზაციას, რომელიც მიდრეკილი არის ძალადობისკენ, ტერორიზმისკენ და სოციალური წყობის მორღვევისკენ, ხო და თავისი ფუნდამენტალისტური იდეების განვრცობისკენ. ეს საფრთხე რეალურად გვაქვს ჩვენ. ჩვენ თანამოქალაქეებს შორის ხედავთ ამის ნიშნებს, აგერ ქვემო ქართლში, როცა ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ დემონსტრაციები ირანის ტირანიის დამფუძნებელის ჰამენეის ეხლანდელი ლიდერის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დარტყმის განხორციელების შედეგად მოკლული სოლეიმანის დიდი ბანერებით დემონსტრაციები. და პირდაპირ ან ირიბად ჰამასის მხარდამჭერი დემონსტრაციები პირდაპირ ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული გზავნილით და ჩვენ ხედავთ სხვადასხვა მონაცემებით, რომ იქ ირანის პოლიტიკური გავლენა და ვიმეორებ კიდევ ერთხელ ისლამზე როგორც რელიგიაზე ამ შემთხვევაში არა ლაპარაკი. პირდაპირ ამ ნაზავის გავლენა ვრცელდება. ანუ პოლიტიკური ფუნდამენტალისტური ისლამის და ეს თავისით არ ხდება ხოლმე აქ რესურსები და ფულით ჩართული და ეს ყველაფერი ხდება ამ რეჟიმის კურთხევით და არ არის შემთხვევითი რომ ირანი არის მოკავშირე ჩვენი მთავარი მტრის რუსეთის სამწუხაროდ ეს ასეა. აი მანდ არის საფრთხე და არა ვირტუალურ არაბულ ურდოებში რომელიც არ არსებულ ჯერჯერობით რაღაცა უზარმაზარ პროექტიდან შემოვა საქართველოში.